საჩხერეში არგვეთის თემში ექსპერიმენტული გზის მშენებლობა დაიწყო. 200 მეტრიანი მონაკვეთი ახალი ტექნოლოგიებით კეთდება, რომლის ეფექტურობას და ხარისხს ექსპერტთა ჯგუფი შეისწავლის. გზა განსხვავდება უამრავი კარგი მომენტები აქვს. ჯერ ერთი რომ ეკოლოგიასთან დაკავშირებით, ანუ ჩვენ მდინარეებს ხელს არ ვახლებთ, არ ვიღებთ ქვას, არ გჭირდება გზას ღორღი, არ გჭირდება გზას ბითუმი და ეკოლოგიურად სუფთა არის. ეს ერთი, ამის გარდა სწრაფია. თუ დაუშვათ რასაც ასფალტის საფარი ქვია, ჭირდება 1 თვე, ჩვენ გვჭირდება ამისთვის 10-12 დღე. სპეციალისტების განმარტებით გზის დამუშავება მხოლოდ ადგილზე არსებული გრუნტით ხდება და მშენებლობასაც მცირე დრო სჭირდება. იმ შემთხვევაში თუ ექსპერიმენტი გაამართლებს, საჩხერის მუნიციპალიტეტში მის დანერგვას აპირებენ. დაიგება გზის საფარი, შემოწმდება როგორც სპეციალისტების მიერ, ისე ტექნიკის მხრივ, თუ გაამართლა მომავალში აუცილებლად გაგრძელდება და საუბნო გზები, შიდა საუბნო გზები გაკეთდება ამ ტექნოლოგიით. ტექნოლოგია არის შედარებით ახალი, ჩვენთვის შედარებით იაფი, დაახლოებით 25-30% იაფი და მომსახურებაც არ ჟდება ძვირი. აღნიშნულ პიროვნებებთან ჩვენ დაგვაკავშირა ბატონმა არჩილ მამაცაშვილმა, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მას, დიდებულ პიროვნებას და მოხდა ისე, რომ ჩამოვიდნენ ბატონები და დაიწყო გზის კეთება. გზის ამ ტექნოლოგიებით მშენებლობა გათვლილია მხოლოდ შიდა საუბნო გზებზე, რაც ამ დრომდე მთავარ პრობლემად რჩება. ძალიან მისაღებია ჩვენთვის, რაიონისთვის, რადგან უმეტეს შემთხვევებში, როდესაც ჩვენ მაჟორიტეტთან ერთად, ქალბატონმა ნანა კობახიძესთან ერთად გვიწევდა ამა თუ იმ თემებში გასვლა უბნებში, სწორედ პირველი პრობლემა თქვენ იცით, რომ გზის პრობლემები დგას და ძალიან სასურველი იყო და მისაღებია ჩვენთვის წინ გადადგმული ნაბიჯია ერთგვარად რაიონისთვის. რა თქმა უნდა, ვნახოთ ეხლა როგორ დასრულდება ეს პროცესი და როგორ შედეგთან მიგვიყვანს. გზის ეს მონაკვეთი, სადაც მშენებლობა დაიწყო, ერთმანეთთან 4 სოფელს აკავშირებს. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ექსპერიმენტი გაამართლებს და სოფლებში არსებული შიდა საუბნო გზების პრობლემა საჩხერეში გადაიჭრება. ძალიან უმოკლესი გზა აკეთდება დანარჩენი სოფლებისთვის. 4 სოფელს აერთიანებს, აკავშირებს ეს ცენტრალური მაგისტრალს, შიდა საუბნო გზებს მომსახურება ჩვენი არსებული ტექნიკით და მთიანი სოფლებია ძირითადად, რომელიც ხალხი ძალიან გაყოფილი დარჩება. ექსპერიმენტი მიმდინარეობს. განსხვავებული გზისთვის, როგორც სამშენებლო ფირმის დირექტორი ამბობს, მასალა საქართველოში იტალიიდან ჩამოიტანეს. ეს ექსპერიმენტალური გზა არის და ჩვენ ის ლატექსი, რომელიც იტალიელებთან დავამზადეთ იტალიაში, იქედან ჩამოვიტანეთ. ამიტომ საკმაოდ ძვირი დაჯდა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ კი საქართველოს ჩვენი ქვეყანისთვის მოსაწონი გახდება ეს გზა, ამის შემდეგ ჩვენ ძალიან სწრაფად იმ ქარხანას აქ ჩამოვიტან და თვითონ ლატექს ჩვენ ვაწარმოებთ. გზის 200 მეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა სავარაუდოდ 2 კვირაში უნდა დასრულდეს. ამის შემდეგ დაიწყებენ ექსპერტები მის შესწავლას, მოგვიანებით კი დასკვნა გამოქვეყნდება.